მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ YouTube აუქციონის საახალწლო ეპიზოდს და დღეს გადაცემის ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ნამდვილ აუქციონს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოტები გამოვა არა ფოტოების სახით, არამედ რეალური ნამდვილი ნივთები შემოვა შეფუთულ მდგომარეობაში და მოთამაშე, რომელიც შეიძენს ლოტს, გახსნის ყუთს და შიგნით რაც იქნება, მას დარჩება. თითოეული ლოტი შემოვა შეფუთულ მდგომარეობაში. მოთამაშების ზომით, ფორმით და ჩემს მიერ მიწოდებული პატარა მინიშნებებით უნდა მიხვდნენ თუ რამდენად ღირებული ნივთია აუქციონზე გამოტანილი. ის ვინც ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის, ნივთიც მას დარჩება. გადაცემაში ერთ-ერთი საჩუქარი თქვენთვისაც მაქვს მომზადებული, ასე რომ დარჩით და მოკალათით აუქციონის საუკეთესო ეპიზოდის სანახავად. მანამდე კი თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დამდეგ შოვა ახალ წელს. და ჩვენს გადაცემაში ანანოსთან, ქოროსთან, ლუკასთან, რაბანასა და დევიდ დოქსთან ერთად პირველად იქნება ჩვენი გამომწერი, ჩემი არხის გამომწერი, ლევანი. ეს პირველი ეპიზოდია, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება, სადაც თქვენ მოგიწევთ, ვისაც გაქვთ სურვილი და გადმოხვიდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში ლაშა და გამომწერები, სადაც დაიდება წინასწარ ეს ექსკლუზიური ინფო. სხვაგან არსად არ დაიდება მეგობრებო. და სხვადასხვა ლევანზე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ხუმრობის გარეშე არის ჩემი პირველი გამომწერი. ადამიანი, რომლის ხელითაც ჩემი პირველი ვიდეო აიტვირთა ქართულ YouTube-ზე და ჩემი პირველი ვიდეოები მისი ხელით არის დაიწერილი. ამიტომ მადლობა ლევან. და მიხარია რომ ეს პირველი პატივი შენ გერგო ამ გადაცემაში. აუცილებლად უღრმესი მადლობა უნდა გადავხადო ამ ეპიზოდისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემს სპონსორებს და აგრეთვე ყველა იმ კომპანიას, რომელთა ინტეგრირებაც გვექნება დღეს ამ ვიდეოში, რადგან მათ ძალიან საინტერესო ნივთები გამოყვეს დღევანდელი ეპიზოდისთვის. გადავიდეთ პირველ ლოტზე. დიდი კონფეტი. აუ, რა საყვარელი შეფუთა. აუ, რა საყვარელი ბიჭია. თქვენ ზომით, ფორმით უნდა მიხვდეთ და წარმოდგენა შეგექმნათ, რა შეიძლება idos შეფუთულ სანდომის ვაფლები ჩემი თუ ხიდებს იმის, ციგნები რო ყიდიან ხოლმე. და ასევე აღწერასაც წაგიკითხავთ ამ ლოტის. თუ შენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომლისაც არ გესმის, მიეციეს ნივთი მას და პრობლემას მოგიგوارებს. მაგრამ გაითვალისწინე, რომ ამ ნივთს ტიტველი ვერ გამოიყენებთ. ზუსტად ვიცი რა არის, ოღონდ მართლა ზუსტად დავაკომენტარებ. მაშინ გაბიდეთ, რამდენს გადაიხდით? 100 ლარი მიღებულია პირველი ბიდი. ვინ გადაიხდის 200? 200 ლარი. ლუკა იხდის 200. 300 ლარი დავითი აქტიურობს. რამე მიკროფონი. 400 იხდის ქორო. ვინ გადაიხდის 500? ამ ეპიზოდში ვიქნები ძალიან სწრაფი. 401 აჰა, 500 Oh მიღებულია. my god. 502 და 503 გაყიდულია. DJS მიკროფონი მგონია მინი. იმიტომ რომ მიკროფონს ვერ დაიმაგრებ ტიტველ. სხვა არხზე ხარ დავით, მართლა ეგეთი ძვირფასი აღარაფერი არ იქნება დავიჯერე. არ ვიცი რამდენად ძვირფასებზე წავიდა ეს ადამიანი. თქვენ ფიქრობთ რომ აქ არ იქნება DJS მიკროფონი და თან პირველ ველოც ესეც ძვირფას არ გამოვიდა. ჩემეზე ძალიან მაგარი საჩუქარი იქნებოდა. ბატონ დავით, ეს ნივთი უკვე თქვენს პირად მოხმარებაში გავს რა? რა თქმა უნდა. აუ, რა მაგარია წინა საახალწლო საჩუქარი. აი ცხოველი ვარ ივერა რა. და ეს გახლავთ DJI-ის მიკროფონი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა გადაუხადოთ Opter X. ბრავო. იხდით 600 ლარს. Opter X-ი, რომელიც გახლავთ ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია და ის არა მარტო DJI-ის, არამედ EcoFlow-სა და Insta360-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და გარდა პროდუქციისა, მას აქვს მომხმარებლისთვის სერვისები, ტრენინგები და სხვა ყველა მხარდასაჭერი სერვისი, რაც კი შეიძლება რომ თქვენ მომხმარებლებმა მიიღოთ. მადლობა Opter X პირველი ლოტისთვის და გილოცავთ. მეორე ლოტი მეგობრებო, ჩვენ სტუდიაში. წინასწარ მიღებული 100, წინასწარ მიღებულია 200, წინასწარ მიღებული 300. 400, მადლობა. ანუ არაფერი არ მithქვამს, გავჩერდეთ 400-ზე, აქ არ ვიცით რა დევს. მაგრამ მე გეტყვით მეგობრებო, რომ ამ ნივთს შეუძლია ყეფა. აქვს ლურჯი კბილები, შეგიძლია წაიყვანო ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ორივე ეცადეთ, რომ არ გადააწყდეთ მეზობელს. ბოლო ბიდი იყო 400 ლარი, რომელიც ქოროს ეკუთვნის. ბიჭო, რამე რობოტია? 401, 402, 500 მიღებული. 501, 600, 601, 602 და 603. გაყიდულია. ლუკა, თქვენ ეს რა შეიძლება კონდეს? არ მინდოდა მე ისე აუქციონ გადაეყადათ ამასთან. ლურჯი კბილები Bluetooth-ი არის, ესე იგი რაღაცა Bluetooth-იანია და სათვალე ხო არ არის? დავითამ ძალიან მომზადებული. მოდი გახსნას ლუკამ. მე და ლუკა შევთანხმდით რომ მე გავუხსნი და ლუკა მე გამიხსნი. ვაი მე. მეტა სათვალეა მართლა?
ვაი. ეს გახლავთ Bluetooth დინამიკი Beats Feel Plus-ი, რომელიც გამოყო ICT-მ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი Bluetooth დინამიკი და ICT-ის მადლობა, რომელიც ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და ის არის კომპანია, რომელიც მონობრენდიდან მულტიბრენდულ კომპანიად იქცა და მას არა მხოლოდ Apple-ის პროდუქცია, არამედ სხვა ისეთი ბრენდის ოფიციალურ შემომტანია, როგორც არის მაგალითად Samsung-ი, Dyson-ი, Realme და ასე შემდეგ. მადლობას ICT-ის. მადლობა ლაშას. დიდი მადლობა მოწვევით თუ მაგარი საჩუქრები ო, შემოდი. მართლა? დავაგზელოთ რა ვერ ვითვლით. ლაშა. ეს დირკები როდის უწევს რომ ვიყიდო მე? ეხა უწევს დირკა. აი, შემოვიდა. შემდეგი ლოტი, მეგობრებო. ლეპტოპია? გაშლილ მდგომარეობაში. მაცივარი არ არის. Samsung-ის Z Fold-ია? ეს ლოტი გახლავთ ბუნების ყველაზე დამანგრეველი და ემოციური მხარე. ეს არის უდიდესი ტალღა, რომელიც არასდროს დაგასველებს. ის გაძლევს საშუალებას, რომ ვარსკვლავებით მოჭედილ 3D განზომილებას ხელით შეეღო. ზუსტად ვიცი რა. 100 ლარი მიღებულია, 300. 300, 400, 500, მიღებულია 500 ლარი, 501, 502 და ერთი გავუშვ. 3 გაყიდულია. ზოგადად მე დამთხოვების არ მჯერა, მაგრამ მე ვფიქრობ, მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა ამ ყველა ადამიანისა, მე მგონია, რომ ეს საჩუქარი შეუნდა მოგებო. ნახატია, ხო? შეგიძლიათ გახსნათ ნახე რა, ლამაზი ნახა. ეს ვის უნდა წაიღოთ თუ არა მე? მანგამუნის მიერ დამზადებული ულამაზესი შედევრი. მანგამუნი არის ჩვენი ძალიან მეგობარი ახლო კომპანია, რომელიც არა მხოლოდ პერსონალური ადამიანისთვის ამზადებს ასეთ ლამაზ ნიმუშებს, არამედ თუ თქვენ გაქვთ რაიმე სივრცე, თუნდაც თქვენი ბიზნესისთვის და გნებავთ რომ ეს სივრცე ლამაზად მორთოთ, ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია ამ კომპანიას, რომელიც ულამაზესად და განსხვავებულად მოგირთობ თქვენ სივრცეს. მადლობა მანგამუნს და ანანოს ძალიან კარგი საჩუქარი შერჩა. ეხა შემოვა ძალიან საინტერესო ლოტი. მისმა შემქმნელმა ასეთ რაღაცა გითხრა, რომ მე არ მინდა, რომ ეს ჩემი ნივთი მხოლოდ ერთმა ადამიანმა დაიტოვოს ბიდინგის შედეგად. ამიტომ ამ 6 ადამიანიდან ნებისმიერი, ვინც გადაიხდის 100 ლარს, ყველა შეხვდება ეს ნივთი. ეს ნივთი სამ სურვილს არ შეგისრულებს, მაგრამ მისგან მონუსხულმა შეიძლება თავად აისრულოს სურვილები. ხშირად ეშლებათ ლურჯაში, თუმცა მისი წარმომავლობა მთაში და მთიურ ლეგენდებშია. მე ვიხდი 100 ლარი. 100 ლარი ერთი, მე 200 ვიხდი და ლუკას ვიყიდო. რაბანაც იხდის ლუკა და 200 იხდის და მე წვიდულო. კაი, რაბანა იხდის 200 და ლუკასაც და ვირა რაბელა 200 იხდის, ბიჭო? თელი რამაშია ჩუმადა ვარ მართლა რა ხდება გადამაჯიგით თავზე მთელი ეს შენობა აგიღებ მანდ რა ხელა ჩავყვირა თქვენ ხო არიცით რა იხდის 200 ლარს და დავითია დარჩენილი დავით წევ თუ არა ხელს აჰა 100 გასაგებია 100 ლარი ჩამოგეჭრათ ყველას თქვენი ბიუჯეტიდან ვინც 200 გადაიხადა იმან გახსნას ნივთი ყველას ეს ხსნის ისედაც მაინც ეს ხსნის ეს გახლავთ კავკასიური მითებით შთაგონებული მაგიური სასმელი ნამდვილი ქართული ჯინი მაგდანა ვაუ და აბსოლუტურად ყველას დაგირიგდებათ სასმელი ბრავო რომელიც გახლავთ ნამდვილი ქართული ჯინი მაგდანა და მას აქვს ასევე ახალი გემოები მეგობრებო სამი ახალი გემო აქვს გარდა მისი კლასიკური თის ჯინისა არის იდუმალი ვარდი ედემის გირჩი და თაფლის ამბორი მაგდანამ გამოყო ასევე დეგუსტაციისთვის დამატებითი ბოთლი და ახლა დაგისხავთ და შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახე რა კაი საჩუქარია ლაშას გამომწერებს გაუმარჯოს, რომ ესე ვასაპორტებთ. სპონსორებს გაუმარჯოს, რომ ესე ასაპორტებს გადაცემას და გულებს უხარებს გამომწერებს და ჩვენს და ლაშას გაუმარჯოს, რომ ესეთ მაგარ კონტენტს გვიკეთებს და გასპამეთ, რას სპამამენ ხოლმე ასწორებს ახალი კონტენტი. გაგიმარჯოს ლაშა. ბრავო, იდეალური სიტყვები. ხუთიაში ვიცი რა ხდება სააკაშვილის გაქცევის გეგმა. სხვათა შორის გინდა გითხრა ეს ლოტი როგორ იწყება? ახსნა? ეს არის პორტალი ხუთიაზე, ხო? რომელიც გამოგზაურებთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას. დედას მეცადა. შესაძლოა ჩაითვალოს ცივ იარაღად და 4000. ოპა! თუ ცივი იარაღია, მიღებულია. როგორ ბოლოს რა თქვი? და 4000. და 4000 რა? 4000. 200, 300 400, 500, 600, 700, ანუ რა არის ვაფშე არის ხო? 800, 900, ოპა! 1000 ლარი! შემოვიდა რაბანა აქტიურ ფაზაში 1001, 1002 და 1003 გაყიდულია. ბენზინის ვაუჩერი იქნება ეს დიდი პოსტი. პორტალის ვაუჩერი.
დედასპიცა ვარ თუ არ გესროლო ეხა ეს. ხო, რა გიყოს. რაბან, თქვენი მანქანა ხო ბევრს წოვს? არა, უბრალოდ თქვენი მანქანა ხო ბევრს წოვს? ნამდვილად. ხო და აი ამ ნივთით შეგიძლიათ მაგ დაუსრულებლივ იმოგზაუროთ, მართლა გეუბნება. ძალიან კარგი. ანუ ეკონომიურია რა, საწოვში არ დაგეხარჯოთ. მანქანა პულტიანი ბიჭო? აუ როგორ მიდოდა 1100 ყიდვა. ოპა! ეს არის 2K gaming monitor-ი, მეგობრებო. რომელიც გამოყო ჩვენმა მეგობრებმა კომპანიამ IT Works-მა და IT Works-ში არა მხოლოდ Acer-ის, არამედ Asus-ის, Samsung-ის და სხვა კიდევ ძალიან ბევრი ბრენდის 60-ზე მეტი განსხვავებული მოდელის ნახვა შეგიძლიათ IT Works-ში, რომელიც ნებისმიერ თქვენ სურვილს დააკმაყოფილებს. ლაშა აქ ბაგარი რა არის, იცი? რაბანას მონიტორი გუშინ ჩამოუვიდა. და უკვე ამიტომ ო რაბან, გიღირდა 1000 ლარის გადახდა? კი, კარგი საჩუქარია. კი. სანამ ჩვენი შემდეგი ლოტი შემოვა, ჩემი მაყურებლისთვის მაქვს აგრეთვე პატარა სურპრიზი, ამიტომ თუ დარჩებით ვიდეოს ბოლომდე, დამიჯერეთ რომ არ ინადეთ. მეგობრებო, ეს არის საფულე, რომელიც ჯიბეში არ გიდევს. მაგრამ ასობით მწვანე მიზეზი აქვს იმისთვის, რომ ქალაქში გასვლისას თავი თავდაჯერებულად იგრძნო. პირველ 100 ლარს. 200. 200 ქორო, 300 ანანო, 400 ხდით? 500. 500, 600, 700. 701, 800, 800, 900, 900. არა, იმას მოუკნიე ბულს. 801, 802 და 803. გაყიდულია. რაბა, ზედიზედ ორი ლოტი შეიძლება. რამდენად გაამართებს ეს ლოტი თქვენი აზრით? მე მგონია რომ კრიპტოს რაღაცა ვარიანტი შეიძლება იყოს. თუ შეიძლება რაბანს მივაწოდოთ თავისი ლოტი. და ეს გახლავთ $300 ეკვივალენტი კრიპტო CityPay-ის საფულეზე. რაბან, USDT თუ იცი რომელი კრიპტო ვალუტაა? დოლარი. კი, ყველაზე მყარი და ყველაზე მოთხოვნად კრიპტო USDT და მე მინდა გითხრათ რომ CityPay-ზე ახლა არის იანვრის ბოლომდე აქცია, მეგობრებო, ერთ-ერთი რაც იმას ნიშნავს მე ბუზისთვის არ მომიქნევია ლაშა. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ $1 შეგიძლიათ იყიდოთ ზუსტად 1 USDT და არც ერთი თეთრითა თუ ცენტით მეტი არ გადაიხადოთ ყოველგვარი საკომისიების და პროცენტების გარეშე და თუ გაინტერესებთ რანაირად არის შესაძლებელი, მე გეტყვით რომ CityPay არის Tether-ის, ანუ USDT-ის დამფუძნებელი კომპანიის პარტნიორი საქართველოში და CityPay გაძლევთ საშუალებას, რომ პირველად საქართველოში გამოიყენოთ კრიპტო ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ ვინც დაინტერესებული ხართ კრიპტო მიმართულებით, აუცილებლად გადმოწერეთ CityPay-ის საფულე. გილოცავ, რაბან. ლოტი ნომერი 7, მეგობრებო. რამდენი სიხდით? 100 ლარი მიღებულია. რაც უფრო დიდია 5, მით უფრო დიდია მოლოდინი. ეს ლოტი მოგცემს 200. 200 მიღებულია, 300 მიღებულია. ეს ლოტი მოგცემს ისეთ რაღაცას, რომელიც სიცოცხლეს ყველას გაუხანგრძლივებს. წამალია, კორსიზია, შიგნით თუ რა შვება. დაზღვევა. 300 ლარია მიღებული. ჯერჯერობით ძალიან დაბალ ფასზე ვარ, მაგრამ მე არ შემიძლია რომ არ დავიწყო. 400, 501, 502, 601 ჯერ იყო დავითი 700 ხდით თუ არა 600 იყო აწეული. არა. 601, 602, 603 გაყიდულია. ვიღაცამ თქვა დაზღვევა. მე. თქვენ თქვი დაზღვევა. ხო, თქვენ რა გონიათ? წყალი 3 ლიტრიანი. ისე იღებს ის ოზი შიგნით თუ რაღაცა წაიქცევა ეხლა და. დავით, თქვენ რა გონიათ? სიცოცხლის ელექსირი. სიცოცხლის ელექსი. ძალიან სწორად უჭიავს და რაღაცა წაიქცევა ეხლა შიგნით. ძიმია. ჭიქა შიგნით რამე. ფთხილად, დავით, ცოტა ფთხილად. მე იმალიშროლა, მე რა. დააგდებს? კიდევ ერთი 5? აუ არა გთხო. დააგდებს? 10-5 იქნება ეხლა. კიდევ ერთი 5? არა. მოიცა, დავით. ჰა? ყოველთვის რაღაცით სრულდება. წინასწარ ნუ ჩაიქნევ ხელს თუ შეიძლება. გახსენით? დამპალო შენ. ბეჭედია, ხელ ვინმე მთხოვს ხელს სადმე რამ. ფურცელი ეს! თუ შეიძლება გახსენით ფთხილად. დავიტროლე ბიჭო. რაბანა რატო ამომივიდა, აი რა ამომივიდა. რაბანა ამომივიდა. ძალიან გავერთე მართლა ძალიან დიდი მადლობა. მე თუ კიდევ ღირდა 600-ად.
ლოტი ნომერი 8. მოგწონთ შეფუთვა. კი 200. 200 მიღებულია. ეს ლოტი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანიის პროდუქტი. პროდუქტი, რომელიც ვიწრო დანიშნულებით არ გამოიყენება და შეუძლია მრავალფეროვან ინტერესებს მარტივად მოერგოს. 200 მიღებულია. 300, 400, 500. 600, 700. 700, 800, 900 თუ და 1000 ლარი. 1002 და 1000. 3 გაყიდულია. ჩვენი გამომწერის პირველი ლოტი შეძენილია სხვათა შორის მე კი გამომწერად მოგიხსენებ, მაგრამ ვინც არის მეგობრებო ამ ადამიანს, ბატონ ლევას აქვს თავისი YouTube არხი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა, პროფესორი სახელად, რომელიც ამონათდება და ვისაც გიყვართ და გაინტერესებთ გეიმით კონტენტი, აუცილებლად გადაიცა და გამომწერა. ნახოთ რამდენად პროფესორი გამოდგება. ამ ადამიანის არხი. Apple-ის პლანშეტი. არა, პლანშეტი რო იყოს უფრო მძიმე იქნებოდა. მე 8 ნომერი მიყვარს უბრალოდ ციფრი და ამიტომ 1000 ლარი ამიტომ გადავიხადე. მეტი ვერ შეფუთეთ? ეხა 5 ყუთში ხო იყო, ეხა პარკი-პარკშია, პარკი-პარკში. Amazon-ით შეფუთო. მე მგონი შენი განმარტება მართალი იყო, რომ ამის მერეც ისე ტროლი იქნებოდა. აბა ნახოთ. არა მგონია. არა. არ იქნება. ება USA to Georgia's. ხო, ეგ იქნება ალბათ. ეს იქნება USA to Georgia's $200 Amazon-ის gift card-ი და ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი USA to Georgia-ზე იმისთვის რომ შენ ამ $200 ბატონო ლევან რაც არ უნდა გამოიწევთ ტრანსპორტირებაშიც კი რომ თქვენ არაფერი არ გადაიხადოთ თქვენ 100 ლარიანი ვაუჩერი დაგერიცხებათ თქვენს USA to Georgia-ს აკაუნტზე და აქვე გეტყვით მეგობრებო რომ USA to Georgia-მ ესე უბრალოდ Amazon-ის gift card-ი არ გაათამაშა მე გეტყვით რომ USA to Georgia და Amazon-ი კიდევ ერთხელ უფრო მეტად გადაეკვეთნენ ერთმანეთს რადგან Amazon-ს ყავს თავისი ხელოვნური ინტელექტის AI ასისტენტი Rufus-ი, რომელსაც შეგიძლია უბრალოდ ვიწეროთ დეტალები თქვენი ბოლო შენაძინის და შეკვეთების შესახებ, ის აბსოლუტურად ყველაფერს მოგწერთ. უბრალოდ სკრინი გადაუღოთ, ჩაუგდოთ USA to Georgia-ს AI ასისტენტ კაიას და მხოლოდ ამ სკრინის გამოყენებით კაია შეძლებს რომ ამოიწეროს ყველა ტრეკინგი, შეიყვანოს თქვენს აკაუნტში, დაამატოს, შეავსოს დეკლარაციები და თქვენ აი ეს ყველანაირი პროცესი მარტივად მოგცილდება. USA to Georgia აგრძელებს ხელოვნური და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. გილოცავ კიდევ ერთხელ. მადლობა. აი გულახდილად მითხრა, შენს უკან ტექსტია და ანუ როგორ იმახსოვრეთ ამდენი სპონსორის აი ასე სრულყოფილად? შეიმ შოქში ვარ იმე. სერიოზულად, არა ხარ ადამიანი, მე ტყუილად არ ვიძახი ხოლმე, რომ AI ხარ მეთქი. ნახე, თმა ისე დარჩა, ხო ვიძახი? არა, ისე ბიჭო. როგორ არა? გადაგარდაშლია ეგ თმა. ერთი ბუმბული არაა მოსული. ეხა რომ მივიდე სილუეტია, პროჟექტორით არის გადათებული იქიდან გვებაზრება საიდანაც, ხო ვიცი? ვაგრძელებთ 200. მიღებული აქ რომ ეს ლოტი შემოდგომის ფოთლებს ჰგავს, თუმცა შიგნიდან ისეთივე მძლავრია, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების მწვერვალი. და თუ შენ რთული დავალების შესრულება გჭირდება, იგი არასდროს გიღალატებს. 200 მიღებულია. რა სასმელია ძლიერი რამე თიდან წამოსული თუ 300 იყო პირველი რაბანა, 400, 500, 501, 600, ეს ერთსები და თუ 601 უი 602 700 800 900 რაბანა ძალიან ჩართულია 901 902 და 900 3 გაყიდულია რაბან ონორი ეს გახლავთ Honor-ის უახლესი smartphone X9D მეგობრებო რომელიც გარდა მისი ძალიან კარგი მახასიათებლებისა არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე smartphone-ი, არ აქვს მნიშვნელობა რა პირობებში გამოიყენებთ ამას, სიცხეში, სიცივეში მაღლიდან დაგივარდებათ, არ იტყობს ნაკაწრებს და ასევე რაბან ამას რო დატენი შეგიძლია 5 დღე აი ესე ძმაო წამოჭიდე და დატენვა საერთოდ გადაიფიქრო. მე შეგახსენებთ რომ Honor-ის შეძენა შეგიძლიათ Elite-ში, რომელიც გახავთ მისი ოფიციალური შემომტანი საქართველოში. მადლობა Elite-ს და Honor-საც. შემდეგი მეათე ლოტი მეგობრებო 300. წინასწარი ბიდი დაფიქსირებულია 300. 800 ლარი მაქსიმუმ ან გამატანეთ, დავაი, თუ არ წავიღო მე ვიყო ძაღლი. ხა მე აღწერა წავიკითხავ, გთხოვთ კარგად მოусმინოთ და ვისაც გაქვთ შნორო 900 ლარი გადაიხადოთ, იბადება ცეცხლში. კარგად თუ დააკვირდები, შეიძლება საკუთარი თავიც კი აღმოაჩინო მასში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამომავალი მზე სხივებს მას მიანათებს. იაპონური კატანა 801 ალესილის კატანა 802 და 803 გაყიდულია. ანუ აქ რაც არ უნდა იდოს მეგობარო,
ძალიან მაგარი თამაში ქონდა, ამ სტრატეგიულად. ყველაფერი საკმარისი. ეს არის როგორც ანანომ თქვა, ალესილის მიერ გამოყოფილი კატანა. თუ შეიძლება რომ გახსნათ რაბან და მე გეტყვით რომ ეს კატანა დამზადებულია უმაღლესი ხარისხის T10 ნახშირბადოვანი ფოლადისგან. ტრადიციული იაპონური თიხის გაციების მეთოდით არის ძალიან ბასრი, ამიტომ რაბან ცოტა ფრთხილა თუ შეიძლება gold diamond ელემენტებით გაფორმებული. ეს არის რა თქმა უნდა ხელნაკეთი მოდელი, ხმლის ოქროს დრაკონის ორნამენტებით და ასევე რა თქმა უნდა შესანახი სატარებელი ჩანთით. მადლობა აი ალესის ასეთი ულამაზესი ნამუშევრების და სხვათა შორის ალესის აუცილებლად Instagram page-ი იქნება აღწერაში მითითებული და მათ შორის საკონტაქტო ნომერიც თუ გნებავთ დაუკავშირდით და მე გეტყვით რომ არა მხოლოდ კატანები, არამედ სხვა კიდევ ძალიან ბევრი ხმლები, ისეთი დეკორაციული და საბრძოლო მოდელებია წარმოდგენილი. მათი ყველა დეტალური ინფორმაცია იქნება აღწერაში. მე აქ მექნება ეს რომ ვინმე რამე თუ მოუნდება თავს წავაცლე იგივე. ფული აღარ აქვს, მაგრამ გავიდის ტრაკი აქვს რა რამე. ლოტი ნომერი 11 მეგობრებო 400. 400 მიღებულია. შემდეგი ლოტი იქნება თქვენი ნებისყოფის ტესტი. ამ ნივთს რაც უფრო გვიან გამოიყენებ, მით უფრო გემრიელი მოსახმარი იქნება. 400 მიღებულია. გაწადეთ. დაძველება ჭირდება. დადე. კიტრია მეთელი კონსერვში. 500, 600, 600, 700, 800, 800, 900 რა ხდება? 1000, 1100, 1100 ერთი, 1200, 1200 ერთი, 1200 ორი და 1200 სამი გაყიდული. 11 ჩემი საყვარელი რიცხვია და გადაწყვეტილი მქონდა რომ მე მეყიდა. 2000-ს ვიყიდიდი. ბატონო ქორო, თქვენ მოიგეთ კრედო ბანკისგან საშუქრად 500 ლარიანი ანაბარი. ყველა ფული გავბაზე იმენა. რაც უფრო გვიან გამოიყენებთ თქვენს ანაბარს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ, თუმცა მით უფრო გემრიელი მოსახლარი იქნება. მე კი ვეტყვი ჩემს გამომწერებს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაახსნათ ანაბარი კრედო ბანკში, დააგროვოთ თანხა სასურველი მიზნებისთვის, მიიღოთ მაღალი სარგებელი და აქციოთ სრულები რეალობად კრედო ბანკთან ერთად. შემდეგი ლოტი, ნომერი 12. 400. ეს ნივთი მშვენივრად შეუძლია გამოიყენოს თქვენგან ნებისმიერ მოთამაშეს. მაგრამ უფრო სასიამოვნო იქნება, თუ ამ ნივთს მეორე ადამიანსაც გაუზიარებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან თარიღებში. ეს ნივთი ჩაის უხდება. 400 1, 500 იყო პირველი ლუკა, 600 იყო მეორე დავითი, 700 1, 800 1, 900 1000 1 გაატანეთ. 1002 და 1003 გაყიდულია. დავით. და ეს გახავთ სასტუმრო აგარანის ორი ღამე ორ კაცზე. და თქვენ შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და ძალიან კარგად დაისვენოთ ამ სასტუმროში. ჩემო დავით, მაგიტომაც თქვი რომ ჩაის უხდება მეთქი და უფრო სასიამოვნო თუ ამას თქვენთვის საყვარელ და მნიშვნელოვან ადამიანს გაუზიარებ. მაგრამ მეგობრებო, სასტუმრო აგარანი გამოყოფს არა მხოლოდ ერთ ლოტს აუქციონზე, არამედ ის ათამაშებს ჩემს გამომწერებზე, ასევე ორ ღამეს, რისთვისაც საჭიროა უბრალოდ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ჩემი არხის გამომწერები, მაგრამ უბრალოდ უნდა დაწეროთ კომენტარი ამ ვიდეოზე, თუ ვისთან ერთად დაისვენებდით აი ამ ულამაზეს სასტუმროში, რომელიც კახეთში მდებარეობს და 7 იანვარს მეგობრებო, შობას მოგილოცავთ რომელიმე თქვენგანს რენდომაიზერით გამოვავლენ Instagram stories-ზე დაიდება პასუხები, ამიტომ Instagram-ზეც გამომიწერეთ. გამარჯვებული თუ არ გამოჩნდება 24 საათში, გამოვავლენ სხვა გამარჯვებულს, თუ კიდევ არ გამოჩნდება, აი ესე ყოველ 24 საათში გადავიდით შემდეგს. 0. 400. 400. 400 500 მიღებულია. 500 ლარი არის ბოლობითი. ჯერჯერობით რაბანი აქტიურე. თუ ამ ნივთს სახლში სამსახურიდან მოსულ დაღლილ მეორე ნახევარს გამზადებულს დაახვედრებ, მას ძალიან გაახარებ. დილით არა ეფექტურია, სიცივეში უკეთ მუშაობს და ეს ნივთი ჩაის არ უხდება. 600. 600 გვაქვს ანანოსგან, 700 გვაქვს, 1000 პირდაპირ. 1000 ლარი. 1100 ლარი, 1102 და 1100 სამი გაკიდულია ბიჭო. მე ხალათი მეგონა, ვაფშე სალამ ხალათს ვიტყოდი. აუ, ტიპი 1200-ად ყიდულობს ხალათს. ძალიან უცნაური 1000 პრიორიტეტებია. გადაიღადა ხალათი ეგო. და ეს არის აუ, PlayStation 5 მეგობრებო. დავით რა ხალათი ბიჭო, გაბიდე ხო არ ხარდა.
ხო არ ხადო ეს PlayStation 5 არის Full Room Mafia-ს მიერ გამოყოფილი, ამიტომ კიდევ ერთი ტაში და თქვენ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Full Room Mafia-ში არა მხოლოდ მაფიის სათამაშოდ, არამედ შეგიძლიათ რომ PlayStation-ების სათამაშოთაც მიხვიდეთ და ასევე დამატებული არის PC კომპიუტერები, სადაც უკვე შეგიძლიათ რომ ითამაშოთ ისეთი თამაშები, როგორც არის CS, Valorant და კიდევ სხვა. ამიტომ გელოდებით მაფიის PlayStation-ების, ასევე PC-ს და მათ შორის ბილიარდის სათამაშოთაც. მადლობა ბატონ G2G-ს. ჩვენი აუქციონი არ მორჩენილა და ვაგრძელებთ მეგობრებო და ახლა მე 14 ლოტი შემოვა სტუდიაში. აი ბიჭო რა რატოა პატარა ეს რო იყოს ხა რაღაცა სალფეტკები ჯასაფენი და ამაში 1300 გადავიყავ. შეიძლება რაღაცას გასაღებიდებს. ბინა თუ გაქვთ ბათუმში? 500 ლარი, აი ხედავ რა ვხედავ სიგო 500 ლარი მიღებული. ლოტის აღწერა საგიკითხავთ. მათი სახლი არის 5. სახლში თუ არიან, არის სიწყნარე, სიმშვიდე, ხოლო როცა გარეთ გამოდიან, იწყება ქაოსი და ხმაური. 500 მიღებულია. თაგვია შიგნი 600 ერთი, 700, 800, 900. პოტა მახარჯე 1300 თუ რასაფი? 900 ერთი. 1300 ბარემ დავხარჯავ. 1300 ლარი, 1300. მე რომ იმაიც არ მეშლება დავხარჯავ ბოლომდე. არა, ვიცი დებილობა რაღაც. გაყიდულია. აბსოლუტ სინემა იქნება თუ არა გასაღები რო იყოს. კი, იქნება. კი იქნება. ეხა გახსენი ნუ აჯანჯღარე საათია ვითო? არა, ICT-ო. ოპა. იარპოდები? ეს არის AirPod-ები, მეოთხე თაობის AirPod-ები, რომელიც გამოყო ICT და გარდა იმისა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ ICT მულტიბრენდულ კომპანიად გადაიქცა უკვე დიდი ხანია, მას რა თქმა უნდა ისევ აქვს Apple-ის პროდუქციის ხაზი და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი Apple-ის პროდუქცია შეიძინოთ ოფიციალური გარანტიით. მადლობა კიდევ ერთხელ ICT-ს. მაგრამ ეს ჯერჯერობით თქვენი არ არის, დავით. გახსენი შიგნით სარიელი არა, AirPod-ებია, მეოთხე თაობის AirPod-ებია, მაგრამ დავით. მე-14 ლოტზე წინასწარ იყო ასეთი ოფერი გათვლილი. თქვენ შეგიძლიათ რომ ეს AirPod-ები პირდაპირ გაცვალოთ აი ამ ყუთში, რომელიც ერთი წამით, რომელიც არ იცით შიგით რა დევს. აუთ აღწერის გარეშე. ნახე, AirPod-ები მაქვს. რეალურად მეორე არაფერში არ მჭირდება. სულ რო შოკოლადი იყოს მანდ. ჯანდაბას იყოს ერთხელ გავიტრალე, მეორეჯერაც გავიტრალები და ასაგებია, მაშინ ეს AirPod-ები თუ შეიძლება დაიდოს მაგიდაზე, იმიტომ რომ ამ AirPod-ებზე ახლა წავა გახსნილ AirPod-ებზე აუქციონის თამაში. რა? დადეთ, თქვენ ეს ნივთი აიღეთ. ახლა მეორე AirPods-ები. ვაუ, კაი, გეხოცები ხოჭო ამოვა. არა, თუ შეიძლება გამოწიეთ. სახლის გასაღები. გავერთე. რო არ მაგათყოთ ძალიან გავერთე. მაგარია. დიდი მადლობა. ეს გადაცემა შეიძლება არ დაიდოს, იმიტომ რომ ლაშა ფიზიკურად ცოცხალი შეიძლება აღარ დახტეთ. სადომის შოკოლადი ვაფლი მაინც მიეცი. ქვასო! დიდი აბა! ეს წითელი მინდა. წითელი თქვა კაცმაც. აი მე ხარ ჩავი 500. 600. მიდის ახლა მეოთხე თაობის AirPod-ებზე და მე დავიწყებ ათვლას. 601, 602 და 700, 800, 900, 1000, 1200, 1200, 1301, 2 და 1300. არ მინდა. სამი გაყიდულია. 1300 ლარი იყიდა ლუკამ, მაგრამ ლუკა სანამ თქვენ ამნივცა. ბრავო. მანახემ. გემრიელია? სანდომია ჩემი სპონსორი, რომელიც ძალიან გემრიელ ევროპული სტანდარტებით დამზადებულ ქართულ ვაფს აწარმოებს და თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო ახალი წელს უფრაზე რომ დააგემოვნოთ და დაამშვენოთ თქვენი სურვილი. მე-15 ლოტი, მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ლოტის წარდგენა, რომლის ხელში დაჭერისას პირველი ალბათ მთვარი შუქი გაგახსენდება. მას შეუძლია დაიმახსოვროს ყველაფერი, რასაც ხედავ და ამასთანავე იყოს ხიდი შენსა და სამყაროს შორის. 100. 200. 300, 400, 500, 600,
701, 702 და 801, 802 და 801. Come on, bro. 900, 1000. მე მგონი ლევანი არ აპირებს. 1002 და მოუჯოკრა. პირდაპირ 300 თქვი. პირდაპირ 1300. 1300 ბატონო ქორო. 1302 და გაყიდულია. ეს თუ ისა რა მგონია? თქვენ მაგარი ინტუიცია გაქვთ აქვე, მინდა რომ არა, ჩემებზე არ მუშაობს თორე. დავაი. ეგ თუ ეგა. იმომიტოს. რა არის? ჰონორია ესე. ახლოს ვიყავ. ეს არის მეგობრებო, ეს არ არის უბრალოდ ჰონორი, ეს გახლავთ ჰონორ 400. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი და ელეგანტური smartphone ჰონორის მიერ გამოშვებული, რომელსაც აქვს ერთ-ერთი საუკეთესო კამერა და ასევე ამ კამერაში ჩაშენებული არის საუკეთესო AI ტექნოლოგია, რომელთაც შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გააკეთოთ მეგობრებო ამ კამერის დახმარებით და გაიმარტივოთ განსაკუთრებით მათ, ვისაც გიყვართ ფოტო, ვიდეო გადაღება. და მე შეგახსენებთ, რომ ჰონორის შეძენა შეგიძლიათ ელიტში, რადგან ელიტი გახლავთ ჰონორის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. აუ, აი, ბიჭო. აი რა. გადაობთ ეხლა. აით ბიჭო რა. რამე არ დამჩარო გავავიხადო? მეგობრებო, მე-16 ელოტია. ეს ნივთი სამეფო კარის თამაშებში რომ ყოფილიყო, სამეფო ტახტისთვის ამდენი სისხლი აღარ დაიღურებოდა. მას აქვს ბორბლები, მაგრამ შენს გარეშე ის ადგილიდან ფეხს არ მოიცვლის. 100 ლარსაც არავინ არ იხდის? კი, მე 200. 200, 300, 400, 500, 600, 700, მე ავიწიე პირველ. 800, ლუკა კიდე დაგასწრეს, 800, 900. 900, 1100, 1100. ღირს. 1200. 1200, 1, 1200, 2, 1301, 1400, 1400, 1, 1400, 2, ქორო და 1400. სამეფო კარის თამაშებში სამეფო ტახტზე მიდის ომი? ანუ ტახტზე მიდის ხო ომი? გასაშლელი ტახტია? ეს გახლავთ Red Dragon-ის gaming სავარძელი მეგობრებო. რა მაგარია. და მე მინდა გითხრათ, რომ IT-Vox-ის მიერ გამოყოფილი gaming სავარძელი გადაეცემა ანანოს და თქვენ შეგიძლიათ, რომ არა მხოლოდ Red Dragon-ის, არამედ HyperX-ის, Razer-ის და კიდე სხვა ძალიან ბევრი და მრავალი ბრენდის არა მხოლოდ სავარძლები, არამედ მაგიდებით შეარჩიოთ. IT-Vox აქვს ახალი ფილიალი გლდანში, სადაც აქვს შოურუმი მოწყობილი და თქვენ შეგიძლიათ, რომ მიხვიდეთ და თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სავარძელი მოირგოთ და ისე გადაწყვიტოთ შეიძენთ თუ არა მას. მე-17 ლოტის დროა. რამდენი სიხით? 100. 100 ლარი. 200 ლარი მიღებულია, მეგობრებო, ეს გახლავთ წერილი სანტას, რომელიც მე თვითონ დავწერე. ესეთი სახით უკან დამიბრუნდა. რამდენად შემისრულა სურვილი სანტამ ესე, ეს არ ვთქვით, მაგრამ თქვენ ფაქტიურად ჩემს სურვილს ყიდულობთ. და 200 ლარს იხდის? შენ ცუდი არაფერი გენდომებია. 300 ლარი. 400, 500, 600, 700, 801, 802, 800, 3. არა, კაი იქნება რამე, ცუც რატო იწყო? დურუმ. ფული. ფული არ დევს. მაგრამ ამ კონვერტში დევს კრედო ბანკის ბარათი, სადაც დარიცხული არის 500 ლარი. კრედო ბანკის ანაბარ შეგიძლია ეს 500 ლარი შეს ანაბარს დაუმატო ჩემო ძმაო და წლის ბოლოს მინდა რა ვიცი. აუ ეს მე მინდა. 100. 100 მიღებულია, 200 მიღებულია, ანუ აქ არ ვიცით რა დევს. სამი კაცი არ მიიღება? 300 ლარი. ახ წერას წაგიკითხავთ. თუ შენ ქორო, შენ გეუნები, იმიტომ რომ ბოლო ბედი გაქვს. ნამდვილი თბილისელი ხარ. მაშინ ეს სლოტი განსაკუთრებით შენთვისაა. 400, 500 ავტომატურად. ამ ნივთის ღირსეულად გამოყენებას შეძლებს ის ადამიანი, ვისაც აქვს მგლის შეუპორობა და ლომის სიმამაცე. 500, 1, 600, 1, 600, 2, 701. 800, 1, 800, 900, 1, 1001, 1002, 1003. მოასწრო. ხელი ქონდა დადება. ვარზე, აი 1101, 1102, 1000 გაყიდულია. ქალაქი თბილისი მინდა არსა. კი. მინდა არსა. ორგასალბა. ბორდ გეიმები თუ გიყვართ. ოპა. ეს შენ კრედოსგან.
მე გეტყვით რომ აქ მოთავსებული არის პირველი ქართული სამაგიო თამაში გორგასალი, რომელმაც თქვა რომ ადამიანი, რომელიც იყიდის ამ ლოტს, რათანხაც არ უნდა გადაიხადოს, მას უკან დაუბრუნეთ. ეს იყო სიმბოლური აუქციონი, რადგან თქვენ ყველას დაგირიგდებათ გორგასლის ბორდ გეიმის აშუქრად. და ქორო ისევ თამაშია. კიდევ ერთი საჩუქარი მოვიგე. საბათ რა თუნდა? და მე არა ვარ ქართველი და თბილისელი ხარ. მე აბა რა ვარ ბიჭო? წადი შედიე. მადლობა. მადლობა. შემდეგი ლოტი სტუდიაში. ეს ნივთი მრავალი რამისგან შედგება. ხშირად დაგხმარებია ასე ვინ თქვა? ჯაჯაულიამ. ხშირად დაგხმარებია რთულ მომენტებში და თუ გამოსავალს ვერ ნახულობ, მაშინ ეს საუკეთესო არჩევანია. მისი მოხმარების პერიოდში ძალიან ბედნიერი ხარ. 100 ლარი მიღებული. 400 ლარი. 500 ლარი. 600 ლარი. ერთი აიწი. 700 ლარი. 800 ლარი. 801, 900 ლარი. 901, 1000, 1001, 1100, 1200, 1, 2, 1300. მე 1300 მაქვს. 1300, 1, 1300, 2 და 1300. 3. გაყიდულია. ლუკა, მე მაგ შეცდაც შემოთავაზება. ეს გავლილი მაქვს თუ ვიცი. შენ ამ ლოტს დავით დაუთმობ, მე შენს მიერ გახარჯული თახის ნახევარს უკან დაგიბრუნებ. ეხ, თლიანად რაც ავხარჯე? არა, ეხლა არ დახარჯე. რატომ დავაჩვო? ბიჭო, გეკითხები. კი თუ არა? ტროლობა არის გამოუჩ. აიღო. 1300-დან მოდაუბროთ 700 დაუბრუნოთ უკან. 100 დაუბრუნოთ თუნდაც. 800 დაუბრუნოთ უკან. იმიტომ ესეთი გული რით დავისახურე ეს მე-19 ლოტი ერთი ვიცოდე. აუ საჭმლის სუნია ბიჭო ხო საჭაპურია? ერაშკია? შაურმა ბიჭო! ო ციცაკების არის. ბიჭო, უნდა გეყიდა უეჭო, უნდა გაგეცია. გადარჩენილი ვარ, მადლობა ლაშა. დიდი მადლობა. მეგობრებო, შემდეგი ლოტი ჯერ არ დასრულებულა ჩვენი აუქციონი. ასე რომ ყურადღებას მოვითხოვთ თქვენგან. ლოტი, რითაც მუდმივად ენერგიულად იგრძნობ თავს შენს და მათ შორის შენი გარშემო მყოფები. მისი სახელი ფულთან ასოცირდება. 100, 100, 200, 300. 300, 400, არის 1100-მდე აწერას. 500. 500, 600, 700, 800, 900, 1000, 1100. 1100, 1, 1300. 1301. შენ არ გინდა? და 1300, ანანო 3 გაყიდულია. ეს მე ვიცი რაცა. რა არის აბა? სანამ გახსნი. სანამ რა არის? შემახედა. ლატარიის ბილეთი. ზაღლოში. აი, ბიჭო. დამწენი. არა უბრალოდ powerbank-ი, ეს გახლავთ EcoFlow Rapid Pro, რომელიც აგრეთვე კოპტერმა გამოყო და ქორო ეს არის პრემიუმ კლასის ენერგიის წყარო, რომელიც რეკორდულ სისწრაფესა და სიმძლავრეს აერთიანებს. ის იმდენად მძლავრია, რომ ტელეფონებთან ერთად ლეპტოპებსაც თავისუფლად მოხდავს, ხოლო მისი ჭკვიანი დისპლეი, მას აქვს მონიტორი და დისპლეი. წამზომივით ზუსტად გიჩვენებთ პროცესს. კიდევ ერთხელ მადლობა კოპტერს იმისთვის, რომ გამოყო მეორე პროდუქტი ამჯერად EcoFlow-ს პროდუქცია და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კოპტერი გახავთ არა მხოლოდ DJI-ს, არამედ EcoFlow-ს და Insta360-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. და აქვე უღრმესი მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომლის წყალობითაც ეს ეპიზოდი შედგა, იმიტომ რომ ჩვენი აუქციონი დასრულდა, მეგობრებო. ნამდვილი აუქციონი შედგა, თუ მოგეწონათ ტაში გამაგონეთ. შევახსენებ ჩემს მაყურებელს, რომ აუცილებლად დაწერეთ YouTube კომენტარებში, თუ გინდათ რომ მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა და ბედნიერი 2 ლამაზი დღე გაატაროთ სასტუმრო აგარანში. 7 იანვარს გამოვლინდება გამარჯვებული. მადლობა ყველას, წარმატებები, გლიჯეთ ლაიქს და გამოიწეთ არხი.